ნაციონალური მოძრაობის ორგანიზებით მორიგი საპროტესტო აქცია შესაძლოა ოკუპაციის შესახებ კანონში ცვლილებების დამტკიცებას მოყვეს. ოკუპაციის შესახებ კანონ პროექტზე საუბრისას საპარლამენტო უმცირესობის წევრმა შოთა მალაშხემ არ გამორიცხა, რომ პროცესებმა პარლამენტიდან ქუჩაში გადაინაცვლოს. ასევე მისივე განცხადებიდან ცნობილი გახდა, რომ არსებული ვარიანტით ცვლილებების მიღების შემთხვევაში პრეზიდენტი კანონ პროექტს ხელს არ მოაწერს და ეს მის მიერ ვეტო დადებული კიდევ ერთი კანონ პროექტი იქნება. საკითხები, რომელიც დღესდღეობით არის პარლამენტში, აღარ დარჩება პარლამენტში, გადაინაცვლებს ქუჩებში, იმიტომ რომ იმას, რომ ოკუპანტი სახელმწიფოსთან ჰქონდეთ მონური დამოკიდებულება, ამას საქართველოს მოსახლეობა უბრალოდ აღარ გაეცემა. ყველა გზა იმისთვის, რომ ეს კანონი არ იქნეს მიღებული და მიღების შემთხვევაში გაეწიოს წინააღმდეგობა, ამას გავაკეთებთ. პროცედურული და საპარლამენტო დონეზე თქვენ ეს ნახეთ გუშინ პარლამენტში. ეს კიდე გაგრძელდება პარლამენტში, მეცაც გეტყვით, ამას საქართველოს პრეზიდენტი, ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი ხელს არ მოაწერს. როგორც ვეტოს სახით, ასევე საკონსტიტუციო სასამართლოების სახით, ასევე მოსახლეობის მობილიზებით, ყველა ეს პროცესი უნდა დაიწყოს და დამთავრდეს. საპარლამენტო უმცირესობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლისას წესების დარღვევისთვის კანონის ლიბერალიზებას რუსეთის ინტერესების დაკმაყოფილებას უწოდებს, რასაც მმართველი გუნდი არ ეთანხმება და სხვა არგუმენტებით ხსნის. ახალმა ხელისუფლებამ უნდა გაუშვას ახალი იმპულსები, როგორც სეპარატისტული რეგიონების მაცხოვრებლებისთვის, ისე რუსეთის ფედერაციისთვის. იმ გზამ, რომელიც არჩეული ქონდა ნაციონალურ მოძრაობასა და მიხეილ სააკაშვილს. სიკეთე ამ ქვეყანას ვერ მოუტანა. ვერც ერთი ნაბიჯი ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაციის მიმართულებით ვერ წავიწიეთ. ახლა სტრატეგია იცვლება, ჩვენ ამ სტრატეგიას განვხორციელებთ, როგორც არ უნდა გვიკიჟინონ ჩვენმა ოპონენტებმა და რა ბრალდებებიც არ უნდა წამოვიდეს იმ ადამიანებისგან, რომლებიც მაგალითად სამეგრელოს მოსახლეობის თხოვდნენ, რომ კოვზებით და ჩანგლებით დაეწვათ ზუგდიდის უსაფრთხოება. ხდომა დასრულებულია, ამითი ჩვენ ვერ ამოვწურეთ დღევანდელი დღის წესრიგი. ოკუპაციის შესახებ კანონ პროექტის განხილვა და დებატები პარლამენტის გუშინდელ სხდომაზე გვიან ღამემდე მიმდინარეობდა და პროექტის კენჭისყრაზე გატანა ვერ მოესწრო. საპარლამენტო უმცირესობა უმრავლესობას მოუწოდებდა მხარი არ დაეჭირა ამ ცვლილებებისთვის. უმცირესობა მარტს რეგისტრაციაში მიიღო მონაწილეობა და პროექტის განხილვას პროცედურულადაც ეწინააღმდეგებოდა. მათი განცხადებით, ოკუპაციის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანას და ოკუპირებულ ტერიტორიების საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაზე სასჯელის ლიბერალიზაციას ახალ მთავრობას რუსეთის ხელისუფლება სთხოვს. რუსეთი დაჟინებით ითხოვს ამ ცვლილებას. ამ კანონის სუსტება საქართველოს ანტისაოკუპაციო პოლიტიკა. ქვეყანა აღიარებს ორ განსხვავებულ რეჟიმს, ორ სხვადასხვა საზღვარს. ერთ მთავარ საზღვარს და მეორეს კიდე მეორეხარისხოვან საზღვარს. ერთადერთი მეგობრებო, რასაც ითხოვს რუსეთი, არის ახალი რეალობის აღიარება. ჰუმანისტური მოსაზრებები კი არა გაქვთ. ამ საზღვრების იმდაგვარად წარმოსახვას, როგორც ეს უნდა რუსეთს, პირველ ნაბიჯს გავთ აქეთკენ და ელოდებით საპასუხო რაღაცა გადმოგდებულ ფოჩიან კამფეტებს. იქნება პატარა ფოჩიანი კამფეტი. კიდე შემდეგ ნაბიჯს გადადგავთ, მაგრამ ეს მარტო ფოჩებია, შიგნით კამფეტები არა. ის რაც რუსეთს უნდა ამ გამარჯვების გაფორმება, სამხედრო გამარჯვების გაფორმება დღეს ხდება თქვენი ხელით, თქვენი აი ამ ღილაკებზე მიჭერით. ასე იცოდეთ, რომ ამ კანონს როგორც კი ხმას მიცემთ, იქნებით ერთიანი ლავროვის არმია. საპარლამენტო უმრავლესობა ოპონენტების მხრიდან რუსული ინტერესების გატარებაზე საუბარს უსაფუძვლოს უწოდებს. უმრავლესობა ამბობს, რომ ცვლილებებში საუბარია ჰუმანურ მიდგომებზე, რაც გამოიხატება ოკუპაციის შესახებ კანონ პროექტის დარღვევისას პირველ ჯერზე ადმინისტრაციული სახდელის დაკისრებაში, ხოლო იგივე ქმედება განმეორებით პირის დაკავებას გამოიწვევს. ყოველ 6 თვეში ერთხელ რუსის ჯარისთვის მანდატის გაგრძელება თქვენი მწვანე ღილაკზე მიჭერილი შედეგი იყო. სააკაშვილის მმართველობის ბევრი წლის განმავლობაში თქვენ არიყავით ესენგედანო ვერ გამოგიყვანეთ? რებს ლაპარაკობთ? ოკუპაციის შესახებ კანონში ცვლილებას ვიხილავთ. რა შვაშია ეს საქართველოს რუსეთის ურთიერთობების ასეთ კონტექსტში დანახვასთან? რა შვაშია ეს საქართველოს ევროატლანტიკურ არჩევანთან, როცა ადამიანებზეა ლაპარაკი? კანონში არ იცვლება არც ერთი პრინციპი, არც ერთი წესი, იცვლება სანქცია. და საუბრობთ მოქალაქეებზე და არა სახელმწიფო რუსეთზე. აკავებული იქნა ის ადამიანები, უბრალო მოქალაქეები, რომელთაც არაფერი კავშირი არ აქვთ ოკუპაციასთან თვითონ და არანაირად არ უთხრიან, ასე ვთქვათ, მიზანმიმართულად ძირს საქართველოს სუვერენიტეტს და უდანაშაულო ადამიანებზე გადაწყდა ჯოხი.
კანონპროექტის ინიციატორის რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით კანონში უცვლელი დარჩება ის ნორმები, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეკონომიკურ საქმიანობას კრძალავს. კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვას პარლამენტი 15 მაისს დაუბრუნდება. მანამდე კი ამ საკითხზე ბიუროს ხდომაზე იმსჯელებენ.